რაც თავი მახსოვს. ჩვენ სულს რაღაცა შევდივართ. ჩემ ახალგაზრდობაში მამაო სამზარეულოს დროს კომუნიზმში შევდიოდით. გახსოვს ალბათ. ჩვენ შევდივართ კომუნიზმში და შევდივართ კომუნიზმში. დაიშალა მე სამზარეულოს კავშირი და მე ნატოში შევდიოდით მამაო. 90-იან წლები, 2000-იან წლები. ნატოში შევდიოდით. მე ნატომ მაპზე უკეთესი რომ მოქცა, მის მერე ევროკავშირის სიარული დავიწყეთ. ხო და როცა ამ მდგომარეობაშია იერი თაობიდან თაობამდე და ბლაბი საუკუნე, აი საუკუნის არა ვარ, მაგრამ ჩემს იქით კი სამ დავიბადებოდი, მანამდე კიდე ხო შევდიოდით ნატო, იმას რა ქვია, კომუნიზმში ხო შევდიოდით, ჩემ დაბადებამდე. საუკუნეა ქვეყანა რაღაცა შედის. და პრობლემა ისაა, მამაო, რომ ფილმი გვაქვს თან გადაღებული და თათვაშხია. აბერსატური გვირაბი რო გაღავს იგი და ეს კაცი ჭაში რა საკეთებს საკანაო. ის ხალხი არ გამოვაო. არც გამოვლენ და არაფერიო ზეითმიდის გვირაბიო. რაღაცა შედიოდა ის ხალხი გვირაბს აკეთებდა, ასე ვართ, მამაო. ეს ხალხი 100-ია. რუსეთი ბლოკავს, იმიტომ რომ შედიხარ რუსეთი გიშლის, კეთდა საცხა შეხვიდოდი აუცილებლად. დასველებული ხარ, დასველებული შვილო. უეჭველი დასველდებოდა წვიმაში ხარ მოყოლილი. ჭექახუღილშიდაც არ მოყვა, თუ რაღაცა დაგემართება. არ გაცივდე. გაეშველებ, არ ვიცი. დადგმული რომ წვიმა არ ჩაუვიდეს. არაფერი არ ეშველება ამ საზოგადოებას, მამაო. აი რასაც მე უყურებ ჩვენ საზოგადოებას დღეს არაფერი არ ეშველება გარდა ერთისა. ძალიან მძიმე უბედურება და ძალიან მძიმე რაღაც კატასტროფები უნდა დაგვემართოს. სანამ ასე თქვი და სისხლი არ წამოვიოდა, მაგრამ არ დაგულეწავენ კარგად გემრიელი. არაფერი მანამდე არაფერი არ გვეშველება. რაღაცა შედიან. ო, უნდა შევიდნენ რაღაცა, ჭექახუღილია დაწყებული აუცილებლად და თავზე იაბარონ. არ ვიცი. არაფერი არ ეშველება მამო ამ საზოგადოებას, არაფერი. და ამიტომ არის, ამიტომ თეორიაში გადარჩენის შანსი თუ არა. და შეიძლება ვიღაცაში ახლა თქვას, ვაში რაღაც ყვირი ხარო, გაჩერდი შენთვისო. რაშია საქმე იცი? ეს კითხვები ზუთქვა, ესეც ზუთქვამთ. გაჩერდი მე რაღაც ყვირი ხარო. ცხონება მინდა. მიტოყვირი. ზუსტად ვიცი რომ როდესაც მოვკვდები, იქ შემეკითხებიან. თვისობრივი წირხვედრი ქვეყანაში რო ცხოვრობდი, რა საკეთებდი ამ ქვეყნის გადასარჩენად? არ მინდა პირი დავაღო და ვერაფერი ვთქვა. ამიტომ ავიღებ ხმას თუ არა. ჩემი საზოგადოების, ჩემი ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს აღაფერი აღარ ეშველება. გადაგვარებულია აზროვნება მათი. არ უნდათ სახელმწიფო, კაცო. ზუსტად იციან, მამაო. ზუსტად იციან მიგრანტების შემოყვანით მთავრობა რო აკეთებს ფულს. მაგრამ ამ მთავრობას უჭერენ ხარს. იმიტომ რომ სახელმწიფო არ უნდა, მთავრობა ფულს აძლევს. რაღაც სამსახურია, რაღაც შემოსავლის წყარო აქვს, მშვიდობა აქვს, ხოჭამ საჭმელს კაია. ზუსტად იციან რომ შვილს და მომავალს მთავრობა რო ფულს აკეთებს და შემოყავს მიგრანტები და მთავრობა რო ფულს აკეთებს თურქეთითაც ყველა ფულს რო აკეთებს და ქვეყანა რო იყიდება, ზუსტად იციან რომ შვილ და მომავალს ეს უცხოელები ამოუწყვეტავენ. თურქები, პაკისტანელები, არაბები უბრალოდ ამოუწყვეტავენ. ეს იციან. მაგრამ აი საჭველი ურჩევნიათ. ამ ხალხს რა უნდა ეშველოთ? როდესაც დედა ეკლესიაში დადის, ქალი დადის ეკლესიაში, მამაო, და როდესაც ეუბნები რომ აბორტი მკვლელობაა, სიცილს იწყებს. აბა, ჰი, ხუ, ყველას უარ გავაჩენ. ამ დროს მრევლი ქვია, მამი. რა ეშველება, მამაო, ამ ქვეყანა არაფერი არ ეშველება. საკუთარი შვილის სიკვდილზე იცინის, კაცო. და თან მრევლია ეკლესიის, ბიჭო. რა უნდა ეშველოს, მამაო, შანსი არ არის მაგათი შვილის. გამორიცხულია, გადაგვარებულია უკვე ცნობიერება.